ახალი რძალი თეატრალების ოჯახში. გაიხარე. ძალიან ნერვიულობ, იმედი მაქვს მოვეწონები შენს მშობლებს. რაგან ნერვიულებს, რა თქმა უნდა მოეწონები. მაგრამ გამოვიყურები? რაღაცას გეტყვი რა. ეს ჩემი მშობლები თეატრალები არიან. ჩვენთან ოჯახს ზოგადად რა ხუთი თაობა არტისტები ცხოვრობდნენ და რაღაცა და რამე უცნაურობა თუ შეამჩნია გაატარე რა ჩვეულებრივი თემაა ჩვენთან, ხო? არა, რა პრობლემაა? რა ლამაზი სახლი გაქვს ძალიან. დაბძანდი სადმე დაჯექი. მოვაიხა მამა ჩემი დედა ჩემი. გაივისწრები და დახვრეტის მოლოდინში კეთილად მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენი და იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს დიაღაც გაიხსენებს მამამისმა ყინული სანახავთ რომ წაიყვანა პირველად ბრავო არაჩვეულებრივი გენიოსია ბექა რა ხდება? არაფერი ვისა, მოგესალმა. გამარჯობა. გამარჯობა. მოგესალმებით. დაბრძანდი? შვილო რა ხდება? აი ჩემი რჩეული. ძალიან სასიამოვნოა, მეცია ყავარ. იქნებ უფრო ახლოს გაგვაცნო, შვილო რა ხდება, რა მდგომარეობაა ჩვენს? ანუ ჩემმა ბიჭმა სატრფო მოგვიტანა სახლში? გაჩერდი. რა ხდება, ბექა? არა, ხო ჩემმა შვილმა სატრფო მოიყვანა სახლში. ღმერთო ჩემო რას მოვესწარი? ნამდვილი არსებაა შვილო. ბექა მეშინია. კაი, ნუ მეშინია. მამა, თავი აკონტროლე რა. ღმერთო ჩემო. ეს მრიცხველიც ტრიალებს და ტრიალებს. ტრიალებს უმოწყალოდ ტრიალებს და წერს წყევრი ციგა თელმიკო რამე თუ აღიარი არტაშანი და შეუერთი უღრთოთა ბექა რა ხდება? ეს გადასახადი მოვიდა. ხო, მაგრამ მამიკო, მაინც რამდენია გადასახადი 20, 50, 70 გავგიჟდი? 20, 30, 70? ანუ შენ გონია რომ 20, 70 ეს თანხა? აბა რამდენია გადასახდელი? 15. რამდენი? 15, ანუ 15, ხო? რა უცებ დაამუღამე, ყოჩა, შენ ხო? ეგ არის. კარგი, მამიკო, 15 ლარის გამო არ ინერიულოდ გადაიხდით მაგას, რა პრობლემაა? ახალო შემობრძანებულო რძალო შენ გონია რომ 15 ლარი ესე ციდან პრინავს? 2 წელი რეპეტიციობდი მთავაროლზე, 2 წელი მაგიდასთან მიჯექი და ტექსტს სწავლობდი, 2 წელი ვემზადებოდი ფსიქოლოგიურად და თეატრში როცა პრემიერა მქონდა, მთელი ეს ნაშრომი და ნამოღვაწარი სიმწვრით შეგროვებული 6 ლარ ნახევარი ვიღაც დამპალ თელმიკოს უნდა შევატენო. ბექა რა ხდება? ჩემო ხო გითხარი რაღაცა? ჩემო რძალო, თუ შეიძლება წავდგები სიტყვით მეც. ბრძანე ხალბატონო. რამე თუ მეუღლე ვარ მისი და შვილია ჩემი. თქვენ ალბათ თეატრალური გაქვთ დამთავრებული, ხო? შვილო. არა, მე არ ვისწავლი არასოდეს თეატრალურში. არა? არა. ალბათ სკოლის პერიოდში თქვენს მშობლებს მაინც დაყავდით სადმე თეატრალურ დასში, სადაც ხელოვნებას ეზიარებოდით. რავი, არა. არა? ეს როგორ გავიგო? მაშინ კი, მაგრამ რატომ მოგიყვანდა ჩემმა თეატრალმა შვილმა თქვენ? ვიღაც რიგითი ქალი. ანუ რა არის ბექა? თუმცა ვიცი. ჯერ არ დაუმთავრებ. ვიცი. ალბათ შეეცოდა. ვინ? შეეცოდა. ბრავო! შვილო! ის მაინც სითხარი პრემიერა იყო თუ შენამდე სხვასაც ქონდა ნანახი ეგ სპექტაკლი. არა, ისე, ანუ ქალიშვილი იყო თუ რაღაც სინეს მე ბექა. კარგი რა დედა რა. თუ თეატრალი არ არის? რა, არ შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანი იყოს? არა! შენ რა გჭირს? არაფერი, მათენაზე ველაპარაკე. უკაცრავად რომ შემოგეჭერით. ვის? პროფესიით ვიმბრძანდებით. ხასავ. შენ გიკითხება.
მე იურისტი ვარ. იურისტი. კი, იურისტი ვარ. იურისტი, მომაკვდავი პროფესიის წარმომადგენელი ყოფილხარ. პირველად ვნახე მომაკვდავი პროფესიის წარმომადგენელი. ესე იგი არავინ არ ყოფილხართ. არავინ რატო არ ვარ ხა იურისტი ვარ. ხო, იურისტია. გავიგენ თქვენ იურისტებს თემი დაგმართავთ და ჩვენ მსახიობებს რობიკო ანუ არავინ არ ხარ გონი კარზია ვიდმე შენ არ იცი არ არსებობს დიდი და პატარა დაიჩოქე და ისე შემოდი მტარბალო რომელი ხარ მანდ ჰოი რაგვეც რადი ჩამოკრაუნებურებით ზარმა როგორი მურტალი ყოფილა ეს წუთი სოფელი ვაი რომ ყველანი დიადი განსაცდელის მოლოდინში ვარ რას გვიმზადებს ცხოვრება მტარბალი ამოღარღე უგუნურო ბრძანდეთ ბატონო ლიფტის მატორი გაფუჭდა ეხლა ხასარ შევაკეთეთ ბატონო და სასლარს ვაგროვებთ მილორდ ასასილარი რა ამბავია ძალიან ძვირია პრემიაში 6 თარ ნახევარი მაქვს და 100 ლარი როგორ გადავიხადო ვერ გადავიხდით ქმარო ჩემო ანუ უარს მეუბნებით ფიზიკურად არ შეგვიძლია ასეც ვიცოდი რომ ჩვენი ბებკრული კორპუსი ფეხებზე გეკიდათ ფურთხის ღირსნი ხართ თქვენ წავედი მე და ნუ გამაჩერებ და არც მოვბრუნდები მოიცა გაგაცილებთ კაცი ხო თქვენც თეატრალი ხართ ხო ალბათ არა კაცო კორპუსის თავმჯდომარე ვარ უბრალოდ ამათ ასე თუ არ ელაპარაკეშულო არ ესმით ხო ხედავ არც ლიფტის ფულს დაგესები და არაფერს რა გრცხვენოდეთ ნახვამდის შირო შემო ეცადე რომ ჩვენ ჭყვაზე გადმოიყვანო თორემ თვალით არ დამენახო არც შენ და არც ის სწორედ ესა ჯირსების თაობა მე დავასრულე სათქმელი ჩემი კარგად ბრძანდებოდე მეუღლებ ჩემო კარგად ბრავო ბრავო მამა სენისორს რა უყოთ აი მე რა გავხნო აი მე სენისტორს რა უყოთ დახუფე და ქვემოთ სარდაფში გრილადგილას შეინახე კაეშანი რომ მოგვაწება შემისუნკოთ არა მოდი თქვენ იყავით ყველა და მე ჩავიტან რა ამ სენისტორს ხო? ანუ ქვემოთ ჩავიტანო ხო? აი გვერდით გაიტანე ოთახში და იქ დადე კარადები შეუმადრუკო ავი გამივარდა ხელიდან რა გაგეთა ბოდი სირე და დიდი დარბაზი ერთმანეთში აზელილა ეს ხომოჯახი იყო ჩვენი შენ მაქედან გამოუყევი მიახედან შემოუყვები ბეკა შენ მიდი შუაში კარგი რა დაწყო გამიშვით რა ეს ამატარე ჩემია მეუღლე ეს ხარ ჩემი